მოიხსენებათ ჭიათურის რაიონში არის სოფელი ხრეითი, სადაც მამა 5 წლის იყო, რომ ბებიამ გააშვილა, იქ გაიზარდა, იქ ააშენა სახლი და დღესაც სოფელი გვაქვს ხრეითში. და 7 წლის ვარ და ჩვენი მეზობელი ომარი მიხელიძე დაიწყო სახლის შენება. მოიყვანა ხელოსნები, ძალიან კარგი ხელოსნები, მე მათ ვიცნობდი, ჩვენი მეზობლები, ბაჭუა მიხელიძე და ჯიბო ბახტურიძე. ბატონი ჯიბო იყო ქვების დიდოსტატი, ქვების დაწყობის დიდოსტატი. მე საათობით მიყურებია მის დაწყობილ ქვებისათვის, ისე ოსტატურად და ისე ლამაზად აწყობდა ხოლმე აი ამ ქვებს. და ზაფხულის ცხელი დღე არის, მათმა ჩაარჭვეს პალუები, თოკები გააბეს და მოამზადეს სამუშაოდ უკვე რომ გაეჭრათ ფუნდამენტი წერაქვით და ბარით. მაშინ ტრაქტორები და ჯისიბები არ იყვნენ და ამიტომ ყველა თავის სახლის ფუნდამენტს ხელით თხრიდა. და მეც გადავედი და მიხაროდა, რომ ჩვენი მეზობელი სახლს აშენებდა. იქ როდესაც დაამთავრეს მათმა აი ეს დაგეგმვა, დიასახლისმა მოიტანა ხაჭაპური, ცხელი ხაჭაპურები, ღვინო და მოკლედ აი ეს ჩვენი ხელოსნები კარგად შეზარხოშდნენ. და მეც პატარა ვიყავი 7 წლის და კითხეს თუ ვინ მინდოდა რომ გამოსულიყავ. მეც არც ვაციე, არც ვაცხელე და უთხარი რომ კეთილი მეფე მინდა გამოვიდეთ. აი ამის გაგონებაზე ეს ჩემი მეზობლები სიცილით ჩაბჟირდნენ და მოკლედ ძალიან ესე ვთქვათ დამცინეს. ამაზე რა თქმა უნდა გული მეტკინა, მაგრამ ბავშვი ვიყავი, ახლა რას ვეტყოდი და გულში კი ვიფიქრე, აი თქვენ ნახავთ რას გაგიკეთებთ მეთქი და მართლაც დაიწყეს მუშაობა, მუშაობენ და ოჯახს ჰქონდა ბატონ ომარის პლასმასის ინდაურს ვეძახდით, ინდაურის თავი ჰქონდა ამ პლასმასის 5 ლიტრიან ბალონს. და ჩუმად ავიღე ეს ბალონი და წავედი ჩვენთან ახლოში არის წყარო, რომელსაც ვეძახით ხრამს. მოკლედ ეს ხრამი არის როგორც უღელტეხილი, აქედან უნდა ახვიდე, მეორე მხარეს არის მართლა ხრამი დაქანებული და უნდა ჩახვიდე, გაავსო და ეს შეღმართი ამოიარო და მოიტანო და ეს დაახლოებით 2 კილომეტრი, 1 კილომეტრი აქედან უნდა გაიარო, მეორე კილომეტრი იქედან. და აი ამ გაღვითხულ, გაოფლილ ხალხს მოუტანე აი ეს ცივი წყალი. მოგიხსენებათ ახლა 70-იან წლებში სოფლებში არც მაცივარი იყო და არც კონდენსიონერი და ონკანში მოდიოდა ცხელი წყალი. და მათთვის ეს ცივი წყლის დალევა იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. და როდესაც ეს წყალი დალიეს, ხო, რა თქმა უნდა, დიდი მადლობები გადამიხადეს. ხო და შენო კეთილი მეფე კი ყოფილხარო და მეოთხარი არ მინდა ეს კეთილი მეფობა, მამა ჭინჭრაქას მეძახის და თქვენც ჭინჭრაქად დამიძახეთ, ხო და
მართლაც იმ დღეს 4-ჯერ მოუტანე აი ეს ცივი ხრამის წყალი. და საღამოს, როდესაც აი ეს ხელოსნები სუფრასთან დასხდნენ, მე სახლში ვარ და მოვიდნენ ჩვენ ღობესთან და მეძახდნენ ჭინჭრაქა გამოდი და მეც გამოვედი და ვიფიქრე ალბათ ისევე წყლის მოტანა უნდათ. მაგრამ მიმიხმეს თავისთან და მითხრეს რომ მე მათი ჯგუფის მაშინ ბრიგადა იხმარეს, ბრიგადის წევრი ვარ და სუფრის თავში დამსვეს. იმ დღიდან მოკლედ გავხდი აი ამ სახლის მშენებლობის ბრიგადის წევრი და მე რაც შემეძლო მათთვის წყალი მომქონდა, აბა ჭინჭრაქა სიგარეტი მოგვიტანე მაღაზიიდან, აბა ჭინჭრაქა პური მოგვიტანე, აბა ჭინჭრაქა რაც ჭირდებოდა ოჯახს, ყველაფერი მომქონდა. აი ამ სახლის მშენებლობაში ომარი ძიას ეხმარებოდნენ მეზობლები, ჩვენი სოფლის მეზობლები და ძალიან კარგი სამეზობლო ყავდა სოფელში. ყავდა ერთი სახალხო ლექსის მთქმელი ოლეგი მიხელიძე, რომელსაც ძალიან კარგი ლექსები აქვს დატოვებული. ასევე ტარიელ მიხელიძე, თენგიზი მიხელიძე და ესენი ეხმარებოდნენ და აი ესენი ხედავდნენ რომ მე ესე დაუზარელად მომქონდა მათთვის წყალი. და მამამ მოიტანა ფიცარი რომ სახლში ახალი იატაკი დაეგო, ახალი ლამპა გაეკეთებინა მაღლა ჭერი და ეს ფიცარი იყო გასალაშინებული და მარტო გვერდებზე უნდოდა ამოღება შიპის. ჩემ ძმას ასწავლა, უფროს ძმას, თუ როგორ უნდა გაგვეკეთებია ეს ყველაფერი და თვითონ 1-2 ღერი გააკეთეს ერთად და მამა სამსახურში წავიდა. დამისვა ჩემმა ძმამ, რომ მე უნდა გამეწია ეს სალაშინი და რა თქმა უნდა მე ამას ვერ ვახერხებდი, პატარა ვიყავი და მოკლედ თან მეჩხუბებოდა რომ წესიერად არ აწევ, ასე გაწიე, ისე გამოწიე და ასე შემდეგ და მოკლედ თან თითებზე დამაჯდა ფუთქები, აი ბებერებს რო ეძახიან და მე თავი დავანებე ამ საქმეს, იმიტომ რომ მივხვდი რომ ამას ნამდვილად ვერ შევძლებდი. და ჩემი ძმამ საყვედურობდა რომ აი მამა მოვა და მე ვეტყვი მას რომ შენ ეს საქმე არ გინდა რომ გააკეთო, ზარმაცობ და ასე შემდეგ. მე უხსნიდი რომ ეს არ შემიძლია და მოკლედ ის დღე ესეთ კამათში დამთავრდა. მთელი ღამე ვიფიქრე თუ რა უნდა გამეკეთებია და დილას ავედი ჩემ კარგ კაცთან, ჩემზე რა თქმა უნდა ის ერთი ალბათ 20 წლით უფროსი იყო, შეიძლება 15-20 წლით და ვთხოვე დახმარება რომ დამეხმარე და მე შემიძლია რომ მას ძალიან უყვარდა ღვინისა და არაყის დალევა და ლექსებიც აქვს დაწერილი აი ამ ღვინოზე და არაყზე. და მას გაუკვირდა რომ მივედი და მითხრა რომ შენო ვინ გამოგაგზავნაო და მე ვთხარი არავინ არ გამომაგზავნა, მე მოვედი მეთქი დასახმარებლად რომ დამეხმარო რომ ეს გააკეთო სანამ
მამა ჩამოვა, მე მინდა რომ ის გავახარო, რომ ჩამოვა გაკეთებული დავახვედრო. და მე რაც შემიძლია მეუთხარი, წყლის მოტანა თუ მაღაზიაში გაგზავნა და ასე შემდეგ, ყველანაირად გვერდში დაგიდგები და 5 ლიტრ არახსაც გაჩუქებ აი ამ საქმეში მეუთხარი. და საქმე ის გახლავთ, რომ ის არაყის გამოხდაშიდაც ძალიან დიდი წვლილი მქონდა მიღებული და თითქმის ჩემი გამოხდილი იყო აი ეს არაყი როცა ხდი და მამა არახს მე მას გვერდიდან არ მოვცილებიო. და მართლაც ჩამოვიდნენ ოლეგი, ტარიელი, თენგიზი და დაახლოებით 3-4 საათში გააკეთეს აი ეს ყველაფერი სამთავემ და მე მას გადავეციეს 5 ლიტრი არაყი და მოკლედ ესეთი გახარებული ვიყავი სანამ მამა ჩამოვიდოდა. ჩამოვიდა მამა და შევიტანეთ ახლა ეს ფიცრები სახლში და დავალაგეთ. ჩამოვიდა უტრიალებს ახლა ამ ფიცრებს ძალიან მოეწონა. და მე და ჩემი ძმა ვდგევართ იქ და ვიცინით. და ესო რა კარგად გაგიკეთებია თო გითხრა. ცოტა კი შეეჭვდა და მე ვთხარი ჩვენ მე ვერ გავაკეთე მეთქი ესე და ესე იყო რომ ოლეგისთან ავედი და ოლეგის დახმარებით გაკეთდა ეს საქმე და არაყი მივეცი 5 ლიტრი თქო და მოკლედ მამა ძალიან გახარებული დარჩა და მითხრა რომ ჭინჭრაქაო შენ გადამრევნე ეს როგორ მოიფიქრეო და ეს როგორ კარგად მოგიფიქრებია და როგორ კარგად გაგიკეთებიაო და ისე ბარემ რო დაგეგო ეს იატაკიც და ჭერით შეგეცვალად უფრო უკეთესი იქნებოდაო. და ეს ჩემთვის იყო, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიხარულის მომნიჭებელი მამის მოფერება და მამის ტკბილი სიტყვები. მინდა გითხრათ, რომ მოკლედ ჭინჭრაქა წამოიზარდა და გადავედი მე-7 კლასში. ძალიან მიყვარდა კალათბურთის თამაში. და ჩვენ ეზოში ბიჭები კალათბურთის ფარები ჰქონდა და ძირითადად უფრო კალათბურთს თამაშობდით. და სკოლაში ჰქონდა ტური შეჯიბრი კლასებს შორის მე-7 კლასში. 3 პარალელური კლასები ვიყავით და ჩვენი ფიზკულტურის მასწავლებელი ცხონებული უშანგი კვინიკაძე ატარებდა აი ამ ტურს. და რადგან ჩვენ ჰქონდა ფიზკულტურის გაკვეთილი და პარალელურ კლასს უცდებოდა გაკვეთილი, მან გადაწყვიტა რომ აი ეს ტური აი დღეს ჩაეტარებინა. და მოკლედ აი ეს მე-7 კლასელები ერთმანეთს ვეთამაშებით, გვაქვს ძალიან დიდი ემოციები და თურმე ზარი დარეკილა, გოგონები ასულან გეოგრაფიის მასწავლებელთან, გეოგრაფიის გაკვეთილი გვაქვს შემდეგი გაკვეთილი და რადგან ვაჟები არავედით, გეოგრაფიის მასწავლებელს ბატონ გურამის გამოუგზავნია ჩვენი თანაკლასელი გოგონა და მან შემოაღო დარბაზის კარები და მე აღმოუჩდი იქ და მეუბნება რომ სასწრაფოთო ბიჭებიო აუცილებლად წამოდითო გურამი მასწავლებელი გეძახით. და მე ჩართული ვარ ახლა ამ კალათბურთის თამაშში და მე ვეუბნები რომ რა დროს გურამი არის, ხომ ხედავ ვაგებთ მეთქი თამაშს. და აი ამ ჩემმა კლასელმა ღმერთმა დალუწოს მივიდა გურამი მასწავლებელთან და უთხრა რომ აბდუშელიშვილმა თქვაო რა დროს გურამი მასწავლებელია
ჩვენო თამაშ ვაგებთ. გურამი მასწავლებელი ამაზე ძალიან გაბრაზებულა და ეთყობა ისე იყო გაბრაზებული, რომ მეორე დღეს, როდესაც მის გაკვეთილზე შევედი, მოიტანა გეოგრაფიის საჩვენებელი ჯოხი, დიდი მსხვილი ჯოხი და აი ამ ჯოხით მცემა. ეხლა მე არ დამითვლია რამდენჯერ დამარტყა, მაგრამ 5-ჯერ, 7-ჯერ ალბათ ჩამარტყა ეს ჯოხი და მოკლედ ძალიან მეწყინა და ძალიან მეტკინა კიდევაც. სულ დამიწითლდა სხეული. მე რა თქმა უნდა ეხლა ეს არც სახში მithქვამს, არც არავისთვის არ მithქვამს, მაგრამ უკვე მე-7 კლასის მოსწავლეს ფიზიკურ შეურაცხყოფას რომ მოგაყენებენ თან კლასის წინ, მეგობრების წინ ძალიან არ არის კარგი. და წამოვედი სახლში და ვფიქრობ ეხლა რომ რა გავუკეთო ჩვენ გურამი მასწავლებლებს. აბა ჭინჭრაკა მოიფიქრე, რით შეიძლება სამაგიერო რომ გადაუხადოთ გურამი მასწავლებლებს. და გამახსენდა და მომაფიქრდა რომ გურამი მასწავლებელს ჰქონდა ტემპერატურული ბადე გამოკლული დაფასთან და ყოველ დღე ავსებდა აი ამ ბადეს თუ რამდენი გრადუსი იყო ტემპერატურა, იქ ბურთულად ჩახატავდა და ნალექის რაოდენობასაც წერდა და კეთდებოდა გრაფიკი, ტემპერატურული გრაფიკი და აკეთებდა აი ამ ტემპერატურულ გრაფიკს. გადავწყვიტე რომ მისთვის სიურპრიზი გამეკეთებინა და რადგან სკოლაში ძალიან კარგად ვხაზავდი, ასევე დავდიოდი მოსწავლე ახალგაზრდობის, მაშინ პიონერთა სასახლე ერქვა, პიონერთა სასახლეში ხაზვის წრეზე. ავიღე საუკეთესო ვარტმანის ფურცელი, ფორმატი, ტუშები, ფანქრები და დავიწყე ხაზვა. მოკლედ ჯერ ბადე დავხაზე და შემდეგ დავიწყე თერმომეტრის ხაზვა და ბადის დახაზვას მოუნდი დაახლოებით 1-7 საათი ან 6 საათი. და ხაზავ ამ თერმომეტრს ხატამ უფრო სწორად და მომივიდა შეცდომა. აი ეს მთელი ნაშრომი გადავდევი გვერდზე და დავიწყე ახლა თერმომეტრის ხაზვა. და კიდე მომივიდა შეცდომა. მესამე დავიწყე თერმომეტრის ხაზვა და თერმომეტრიც საუკეთესო გავაკეთე, აი ეს ბადეც საუკეთესო გავაკეთე, აი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, სამფერში გავაკეთე. თვითონ აი ეს ბადეც და წაუღე ჩვენი გეოგრაფიის მასწავლებელს გურამის. მივედი და მიუტანე იმ დროს კაბინეტში არავინ რომ არ იყო. და შევიტანე ესა და მეუთხარი გურამი მასწავლებელო, აი სიურპრიზი მოგიტანე მეთქი და შემომხედა გაოცებული, მან ხო იცოდა რომ მან მცემა და იფიქრა ეს რა სიურპრიზი მომიტანაო და როდესაც აი ეს გრაგნილი გახსნა და ნახა ეს ტემპერატურული ბადე როგორ მაღალ დონეზე იყო შესრულებული, მას აი მახსოვს რომ ცრემლები წამოვიდა თვალებიდან და მოკლედ ფეხსი ადგა, გულში ჩამიკრა და პატიება მთხოვა და მეც უთხარი გურამი მასწავლებელო, მეც ცუდად მოვიქეცი მეთქი და მეც მაპატიე მეთქი. მოკლედ ორივენი ვტიროდით. ეს არავინ არ იცის არჩემა კლასელებმა,
მე ეხლა ვყვები საჭიროება არის ამისი და იმიტომ ვყვები თუ რა ვითარება იყო ჩვენ შორის. და მან, როდესაც სკოლა დავამთავრეთ, ბოლო ზარზე ყველა მოსწავლეს დაგვიწერა დამრიგებელი ის იყო ლექსები. და მე ესეთი ლექსი დამიწერა. ტანწერწეტა მაღალი, მე ვარ გოჩა ბიჭი, ამათი წლის მანძილზე შემჩა სწავლის ნიჭი, კიდევ ბევრს რო ვისწავლი, დიდი კაცი გავხდები, არ გეგონოს გურამ იმას, რომ შენ დამავიწყდები. და მართლაც მე ალასოდეს არ მავიწყდება, ყოველ წირვის დროს კვეთაში ვიხსენებ ჩემს საყვარელ გურავი მასწავლებელს. მე-7 კლასში ეს ისეთი ასაკი არის, როდესაც ბიჭები ერთმანეთს უმტკიცებთ, რომ ვინ უფრო ძლიერია, ვინ უფრო მოქნილია, ვინ უფრო სპორტულია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და კლასში ყავდა ძალიან კარგი ბიჭები, მაგრამ ყველანი სათითაოდ ვიყავით და ერთ დღეს ჩემ თანაკლასელს, ჩემ მეგობარს მოუვიდა კამათი ერთ რამოდენიმე, ესე ვთქვათ, მოძველ ბიჭო ელემენტთან. მაშინ ქუჩის ბიჭებს ეძახდნენ, შავი გაგების ბიჭებს. და ეს ჩემი თანაკლასელი მართალი იყო, მაგრამ მათმა დაჩაგრეს და ცემეს. ეხლა მე რო ჩავრეულიყავი აი ამ საქმეში, ხო, მეც გავილახებოდი, იმიტომ რომ ისინი ბევრი იყვნენ და ორი მათ ვერ მოვერეოდით. მაგრამ ამან ჩემზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა და მივხვდი, რომ შემდეგ დღეს აუცილებლად ჩემი ჯერი დადგებოდა და მეც ანალოგიური მომიწევდა. ამიტომ შევკრიბეს წესიერი, ჭკვიანი, კარგი ბიჭები და მივიყვანე ჩემთან სახლში. გამოვიღე კარგი წითელი ღვინო, კარგი პურმარილი გავაწყე და ავიღე ჭიქა და უთხარი მათ, რომ დღეს ჩვენ ვხვდებით ძმაკაცები. მეგობრები კი არა, ძმაკაცები. ჩვენ დღეიდან ვართ ძალიან კარგი ძმები. და მოკლედ ბუჩქი გავაკეთეთ, რამოდენიმე სადღიძელო შევსვით და ესე მე-7 კლასში დავძმაკაცდით ჩემი ინიციატივით. შემდეგ რამოდენიმე დღის შემდეგ კიდე მოინდომეს ამ ჩვენი მეგობრის დაჩაგვრა აი ბიჭებმა, მაგრამ ჩვენ რომ წამოვესიეთ, მოკლედ უნდა გენახათ მათი გაოცებული სახეები, რომ თქვენ ვინახართ, კითხულობენ. ჩვენ ვეუბნებით ძმაკაცია ჩვენი. და იმის შემდეგ მოკლედ შევქმენი სახელები პირველი 200 ავიღე სახელებიდან კავშირი ანმაკაგო და შემდეგ სხვა სკოლის კარგ ბიჭებთან გავერთიანდით და მოკლედ ნატოს ბლოკი ჰქონდა შექმნილი და ვერავინ ვერაფერს ვეღარ გვიბედავდა. მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მუყაითი და უშიშარი ბავშვი ვიყავი. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ჭინჭრაკას არ შეიძლებოდა, რომ საქმე კარგად არ გაეკეთებინა და რაიმე შიში ქონოდა. ამიტომ ოჯახის საქმეს მშობლები მე მავალებდნენ. მართალია და-ძმა უფროსი იყვნენ, მაგრამ სახლის საქმეს, ოჯახის საქმეს მე მავალებდნენ და მე ამ საქმეს, რა თქმა უნდა,
პირნათლად შესრულებულს ვახვედრებდი და ეს მათთვის ძალიან სიხარული იყო. ოჯახში პურის მოტანა, პროდუქტების მოტანა, ბაზარში წასვლა ჩემი მოვალეობა იყო და მე ამას სიხარულით პირნათლად ვასრულებდი. ჩვენთან მაშინ იმ დროს ძალიან კარგი ხაში კეთდებოდა დილით და მთელი ეს ჩვენი უბნის მამაკაცები შედიოდნენ ნორას ხაშს ეძახდნენ და ქალბატონი ნორა იყო საუკეთესო ხაშის მზარეული. და მამა დილით მომიკაკუნებდა როგორც მორზე სამბანი ისე დილის 7 საათზე მე წამოვხდებოდი და მივდიოდი და ყოველ მეორე დღეს ხაში მომქონდა ხოლმე მამისათვის. ეს ჩემთვის იყო ძალიან დიდი სიამოვნების მომტანი. ეხლა მოგიხსენებათ ზაფხულში იოლია, მაგრამ ზამთარში როდესაც სიცივეა, ყინვაა, თოვლია, რთულია, მაგრამ მე არასოდეს აი ამ საქმეზე უარი არ მithქვია მამისათვის. მე-7 კლასში რომ გადავედი, მამამ წაგვიყვანა მე და ჩემი ძმა, მას ბრიგადა ყავდა ხელოსნების და წაგვიყვანა ბათუმში, ციხის ძირში, იქ სანატორიუმს აშენებდნენ და აი ამ სანატორიუმზე ვიმუშავეთ ორკვირიანი არდადაგები, იქ გავატარეთ ზამთრის ორკვირიანი არდადაგები და იქ ვეხმარებოდი პარკეტის გადარჩევაში და ჩემი ძირითადი საქმე მაინც იყო საჭმლის მომზადება და ჭურჭლის დარეცხვა, დასუფთავება, დალაგება და აი ამ საქმეს ძალიან პირნათლად ვასრულებდი. შემდეგ, როდესაც ეს ობიექტი ჩაობარეთ, მათმა იქ უფროსობამ არ ისურვეს, რომ ჩვენთვის შესაბამისი რაც გვეკუთვნოდა ის თანხა გადაეხადათ და მამამ ბათუმში წაგვიყვანა მე და ჩემი ძმა, მაშინ ბათუმში რესპუბლიკის პროკურორი იყო ჩემი ბიძაშვილი მამუკა კობახიძე და უთხრა, აი ჩემ ნამუშევარს არ დევეძებ, აი ამათი ნამუშევარი მოაცემინეო და მართლაც მეორე დღეს მთელი აჭარის სამშენებლო ტრესტი უფროსობა იყო ჩამოსული ჩვენთან ჭიათურაში, მანქანით ჩამოვიდნენ, დიდი ბოდიშები მოგვიხადეს და მამას თავისი თანხა გადაცეს. ჩემი უშიშრობა გამოიხატება იმით, რომ ძალიან უშიშარი ბავშვი ვიყავი. მახსოვს ერთხელ მე და ჩემი ძმა სოკოზე წავედით და სოფელში მდინარე ქოსაინა იყო ძალიან მოდიდებული და ჩვენზე უფრო დიდი ბიჭები მოდიოდნენ, რომ ვერ გადავიდნენ, მდინარე იყო მოდიდებული და მე ჩავედი, უცებ გავიძრე ფეხსაცმელები და შევედი მდინარეში და მდინარე წამიღო და შემდეგ ძლივს გადამარჩინა, ერთი დიდი ქვა იყო, იმას მოვეჭიდე და გადავრჩი. თუ არა, იქ ერთდება ორი მდინარე, ბუჯა და ქოსაინა და იქამდე რომ მივეტანე მდინარეს, ალბათ დღეს არც აქ ვიქნებოდი. მინდა გითხრათ, რომ მე-7 კლასში წაგვიყვანეს ჩვენი კლასი, ძალიან კარგი კლასი გვყავდა, ძალიან ნიჭიერი კლასელები მყავს და დაგვაჯილდოვეს და წაგვიყვანეს სოხუმში ახალი ათონის მოსანახულებლად. ჩავედით სოხუმში, საღამო არის და მოდის ჩემი ერთი თანაკლასელი და მეუბნება, რომ მას ყავს ბიძაშვილი, ბიძა სოხუმში და უნდა რომ ბიძასთან წავიდეს, რაღაც წერილი აქვს გადასაცემი
და მეუბნება რომ ჩამოუარე ყველა ბიჭსო და არც ერთი არ წამომყვაო და მე მჯერა შენი რომ შენო წამომყვებიო და მეც სხვა გზა არ მქონდა ეხლა უკან ნამდვილად ვერ დავიხევდი და მოკლედ გავიპარეთ სოხუმში მე და ჩემი თანაკლასელი მივედით იქ ბიძასთან და მე რომ გამოვედი და გავყევი დავიმახსოვრე ქუჩა თუ რომელ ქუჩაზე ვიყავით შეჩერებული და იქ იყო კერძო სასტუმრო და აი ამ კერძო სახლში, კერძო სასტუმროში ვიყავით ამადა ამ ქუჩაზე, ამადა ამ ნომერში და რომ მიკითხა ამ ბიძამისმა სადახართო აი ეს გოგონას არ იცოდა სად ვიყავით და მე მაშინვე უთხარი რომ ვართ ამ ქუჩაზე, ამ ნომერში და მათ იქ გაგვიმანსპირდნენ ისინი, კარგი დრო გავიდა, შემდეგ დავჯექით ამ ტაქსში, ერთი 45 წუთი აქედან ვიარეთ ტაქსით, 45 წუთი იქიდან იქ ოჯახში და ერთი 4-5 საათი მოკლედ აი ეს დრო ჩვენი მასწავლებლები და ჩვენი მეგობრები დაგვეძებენ სოხუმის ქუჩებში. ეხლა წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში იქნებოდნენ და როდესაც მივედით აი ისე იყვნენ გაბრაზებულები რომ ჩვენმა ისტორიის მასწავლებელმა მოინდომა ჩემი ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება, მაგრამ მე მას უთხარი რომ თქვენ ჩემ ადგილზე როგორ მოიქცეოდით თქო და რას მეუბნებიო მეუბნები. მე უთხარი მარტო გავუშვებდი და მოკლედ ისეთი სიტყვები უთხარი მას რომ მიხვდა რომ მე ნამდვილად ამაში ბრალი არ მიმიძღო და მე გოგონა მარტო არ გავუშვი, გვერდი დაუდექი და დავეხმარე და დღესაც ძალიან სიხარულით და ძალიან დიდი სიამაყით იხსენებს ეს ჩემი თანაკლასელი აი იმ სოხუმისში ჩვენ გაპარვის დღეს. უნდა გითხრათ ჩემო ძვირფასებო რომ სკოლაში ძალიან მიყვარდა მათემატიკური საგნები და ყველაზე გამორჩეულად ხაზვა მიყვარდა. შემეძლო მთელი დღეების განმავლობაში სულ ახალი დეტალები დამეხაზა და ამაში ვიღებდი ძალიან დიდ სიამოვნებას. რა თქმა უნდა, ვიღებდი ხაზვის ტურნირებში მონაწილეობას, მაქვს პირველი ხარისხის დიპლომები და როდესაც გადავედი მე-10 კლასში ჩვენმა დირექტორმა ბატონმა ელდარიმ დამიბარა თავის კაბინეტში და მითხრა რომ ეხლა აუცილებელი არისო რომ შენ მაკეტები უნდა გააკეთო და რადგან ჭიათურაში ვიყავი გამარჯვებული, ქუთაისში ტარდებოდა რესპუბლიკური ტური და რესპუბლიკურ ტურზე უნდა ჩაიტანო ეს მაკეტები და იქ მიიღო მონაწილეობა აი ამ საქმეში. და მომცა ლამაზი ფერადი ფორმატები. მე ჩავედი და მთელი 3 დღის განმავლობაში მუშაობდი, გავაკეთე 3 მაკეტი და ეს მაკეტები იყო ძალიან ლამაზი და არ ვიცი, ესე იგი ძალიან ჩემთვის იყო წარმოუდგენელად იმდენი შრომა დავხარჯე, რომ წარმოუდგენელად ლამაზი და ძვირფასი. მართლაც ჩავედით ქუთაისში და აი ეს მაკეტები მიდევს ჩანთაში და რომ მივედი და დავინახე თუ ეს ჩემი ტოლი ბიჭები და გოგონები როგორ მაკეტებს აბარებდნენ, შემცხვა და არ მინდოდა რომ ჩემი მაკეტები ამომეღო. მაგრამ გავიგე იქ მითხესო თუ არ ჩავაბარებდი მაკეტს მონაწილეობას ვერ მივიღებდი და იძულებული გავხდი ამოვიღე
და გადავეცი აი ამ კომისიის წევრებს. და შემოვხედეს ახლა აი ამ კომისიის წევრებმა და მეუბნებიან ესეთ სიტყვას, აი ეს არის ამ ბავშვის ნამუშევარი. წადი შვილო და დამიწერეს შესაბამისი ქულა. მე არ ვიცი რა დამიწერეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მიმახვედრეს, რომ ნამდვილი ნამუშევარი და ნამდვილი მაკეტი ჩემი ნამუშევარი იყო ეს. დაიწყო ტური, დაგვირიგეს 2 ხედი და უნდა გაგვეკეთებინა მესამე და 1/4 ჭრა. და მე ჩემს სიცოცხლეში ისეთი რთული ნახაზი არასოდეს არ შემხვედრია. ნახევარი საათი მოვუნდი იზომეტრიის ხელით დახაზვას, რომ 1/4 ჭრა გამეკეთებინა და შემდეგ უკვე ფორმატზე გადამეტანა. და როგორც იქნა ამოვხსენი ნახაზი და დავიწყე იზომეტრიის დახაზვა. და მოვიხედე და მთელი დარბაზი, სპორტულ დარბაზში ვიჯექით, იყო ცარიელი. ერთადერთი მე ვიჯექი აი ამ დარბაზში და ვხაზავდი. აი ეს თვითონ კომისიის წევრები გაივლიდნენ, თავზე ხერს გადამისვავდნენ, გამოივლიდნენ, მოკლედ მეფერებოდნენ და მანუგეშებდნენ. და მაშინ დრო იყო, მე მგონი 3 საათი თუ 4 საათი, აღარ მახსოვს და 2 თუ 3 ზომის დაწერა, ხედებზე ზომის დაწერა ვერ მოვასწარი ჩამომართვეს ნახაზ. და როცა გამოვედი გარეთ და იქ იყო ჩემი მასწავლებელი, ჩემი მეგობრის მამა იყო კიდე და მათმა მკითხეს, რომ რაკენი როგორ არის საქმეო და მე ვთხარი აი 2 ზომა ვერ მოვასწარი, ვერ დავაწერე მეთქე. ზომა კი არა, თვითონ ნახაზი თუ ამოხსენიო, მასწავლებელი მეკითხება. მე ვთხარი რა ვსქვია, ვერ ამოხსენი და ამოვიღე ჯიბიდან ეს დაკეცილი იზომეტრიის ნახაზი, ხელით შესრულებული და ვაჩვენე. ეს იმხელა სიხარული იყო ჩემი მასწავლებლისთვის აცხონოს ღმერთმა ბატონი გურამი კახნიაშვილი, რომ ეს ამხელა ახალგაზრდა კაცი ხელში ამიყვანა და 2 თუ 3 წრე შემომატარა სიხარულით. გულში ჩამიკრა და ზანა რომ მე ვიცოდი, რომ შენ ამას შეასრულებდი. საქმე იმაში გახდათ, რომ ესეთი მითითება იყო, რომ ვინც გაიმარჯვებდა და ვინც აიღებდა პირველი ხარისხის დიპლომს არქიტექტურულზე უგამოცდოდ უნდა ჩაებარებინა. მაგრამ კომუნისტებმა შემდეგ ეს პირობა შეცვალეს და მე უგამოცდოდ, რა თქმა უნდა, ვეღარ ჩავაბარე არქიტექტურულზე, ძალიან მინდოდა ჩამებარებინა და ჩავაბარე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, გპ-ში, საინჟინრო ფიზიკურ ფაკულტეტზე და დავამთავრე საინჟინრო ფიზიკური ფაკულტეტი. როდესაც სკოლას ვამთავრებდი 1980 წელს, კაბინეტში დამიბარა ჩვენმა დირექტორმა ბატონმა ელდარიმ და მთხოვა, რომ ბოლო ზარის შემდეგ უნდა შევკრებილიყავით ჭიათურის ცენტრში, იქ იყო კალათბურთის სტადიონი, ეხლა აღარ არის. და აი ამ სტადიონზე იყო საზეიმო შეხვედრა კურსდამთავრებულებთან და რადგან წამყვანი ახალგაზრდა ბიჭი ვერავინ ვერ იშოვეს, მე მთხოვა, რომ წავსულიყავი და ჩამეტარებინა აი ეს ღონისძიება. მან ესეთი სიტყვები მითხრა, რომ
მთელი კომკავშირის კომიტეტი არის დაღონებული, არც ერთი ბიჭი არ თანხდება, რომ წაიყვანოს ეს ღონისძიება. გოგონები არიან, მაგრამ ვაჟი არავინ არ არისო და მე მჯერა შენიო, რომ შენ აი ამ საქმეს შეძლებ და გააკეთებ. ავდექი, ჩავედი, გადმომცეს ტექსტი, გავიარეთ რეპეტიციები და დაიწყო ღონისძიება. დაიწყო ღონისძიება და თურმე ჩემზე დიპლომი არის გამოწერილი, გამარჯვებული ვარ აი ამ რესპუბლიკურ ტურში და მე ეს არ მითხრეს და ერთ-ერთმა გოგონამ გამოაცხადა ჩემი სახელი და გვარი, დამასახელა, რომ რესპუბლიკურ ტურში გამარჯვებული ჩვენი მე-7 საშუალო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გოჩა აბდუშელიშვილი. ეს იყო ჩემთვის იმხელა სიხარული, მოულოდნელი სიხარული, რომ ამით თან მე ვფიქრობდი, რომ უკვე ჩაბარებული მქონდა არქიტექტურულ ფაკულტეტზე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა იქ რა დამემართებოდა და ძალიან დიდი სიხარული და ძალიან დიდი უნებადღელვა გავიარე და შემდეგ მეორე დღეს ჩვენმა დირექტორმა ამიხსნა, რომ იქ რაღაც შეიცვალა და არქიტექტურულზე, ესე იგი, თუ კი გამოცდებს ჩაუბარებდი, მაშინ მოვხდებოდი არქიტექტურულზე. მაგრამ იქაც მოითხოვეს, რომ თვალები შეგვიმოწმეს, მე მეორე თვალში მქონდა ნაკლები მხედველობა და თვალის გულისთვის ესე ვთქვათ, ვეღარ მოვხდი არქიტექტურულ ფაკულტეტზე.